6 თვეში უკვე 8 წელი შესრულდება, რაც ქვეყანაში ტექინსპექტირების პროცესი დაიწყო. კანონის აღსრულება მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად სახელდებოდა, რადგან არასათანადო რეგულირების პირობებში ცენტრებში ნაკლები იყო მიმართვიანობა. ბოლო 1 წელიწადში შეიცვალა ის, რომ გამკაცრდა გზებზე აღსრულება. ეგრეთ წოდებული ლოიალური ინსპექტირების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით კი დაიწყო თავად ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება. მისი გაგრძელებაც ამ მოქმედ რეგლამენტში ახლახანს შესული ცვლილებებიც, რითაც ინსპექტირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს. ამის სრული მონიტორინგი კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ქვეშ გადადის. ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ საინფორმაციო ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. მათ შორის ისინი ვალდებული იქნებიან ტესტირების სივრცეებში ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები დაამონტაჟონ ისე, რომ ვიდეო გამოსახულების კადრში ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი. ავტომობილი არ უნდა იქნას გამოსული ტესტირების სივრციდან, მანამდე სანამ არ დასრულდება ინსპექტირების პროცესი. აღნიშნული საჭიროება გახდა იქიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენება, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არის ჩართული მონიტორინგის პროცესში და აღნიშნული პროცესის სამართავად დადგა საჭიროება, რომ ეს ცვლილება შესულიყო. კერძო სექტორის შეფასებით რეფორმის დაწყებიდან დღემდე მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება და ადმინისტრირება გახლდათ, რის გამოც ძალიან ცოტა ტრანსპორტი გადიოდა სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას. მაგალითად, გასულ 2024 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 54% გამოცხადდა ინსპექტირებაზე. დღეს ბიზნესი ამბობს, რომ აღსრულების გამკაცრებასთან ერთად ცენტრებში იზრდება მიმართვიანობაც. კანონის აღსრულება გზებზე არის გაუმჯობესებული, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები ფუნქციონირებს და აფიქსირებს დარღვევასაც, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის აღსრულებისთვის საჭირო არის მისი სრულყოფა, მაგალითად, უკვე არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც არის იმ ავტომობილების მონაცემები, ვინც გადის ტექინსპექტირებას და ამიტომ კანონის აღსრულება არ უნდა იყოს მხოლოდ ჭკვიან კამერებზე დამოკიდებული და მისი აღსრულება შეიძლება ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. ანუ იქ ჩანს ინსპექტირება ვის აქვს გავლილი, იქ ჩანს რომელი ავტომობილია დახარვეზებული და რა მიზეზით და ასე შემდეგ. ამიტომ კანონის აღსრულება დღეს არის გაუმჯობესებული ვიდრე იყო, მაგრამ შეიძლება მისი დახვეწა. როგორც კი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები მეტი რაოდენობით ჩაირთო, უკვე ხელშესახებად მეტი რაოდენობის ავტოტრანსპორტი არის მისული ტექინსპექტირების ცენტრებში ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. სადღაც 15-20%-იანი ზრდა არის უკვე. გამკაცრებული აღსრულების პირობებში ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა მთავარი გამოწვევა ახლა ბიზნესისთვის რეფორმის დაწყებიდან დღემდე უცვლელი პირველადი ინსპექტირების საფასურია, რაც გაზრდილი ხარჯების პირობებში ცენტრებს მძიმე ტვირთად აწევს. ასოციაციამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს პირველადი ინსპექტირების საფასურის 50%-ით გაზრდის შესახებ, თუმცა ჯერ შესაბამის კანონში ცვლილებები არ შესულა. დღეს მოქმედი ტარიფი მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60, სატვირთო შემთხვევაში კი 100 ლარია. ფასი რაც ამ დღეისთვის დაფიქსირებულია და ფიქსირებული გადასახადია, უკვე დიდი ხანი გავიდა, 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ფასები დაფიქსირდა და ეს ფასი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ხელფასი გასაზრდელია, ხარჯები მომატებულია, ახალი აპარატურის ძველდება აპარატურა, გასაახლებელია, ახალი შემოსატანია და ყველაფერი ამას შესაბამისად იმისთვის, რომ ცენტრი გამართულად მუშაობდეს და ეს საკითხები მოგვარებული იქნას, შესაბამისად შემოსავლების მატება არის საჭირო. დარგობრივ ასოციაციებში ამბობენ, რომ სექტორი დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს, თუმცა უცნობია მთავრობის მომავალი წლების ხედვა, რაც ბიზნეს პროცესების დაგეგმვას ართულებს. ინვესტირება ნიშნავს შენობა ნაგებობების რემონტებს უკვე, ინვესტირება ნიშნავს ახალი ტექნიკით აღჭურვას ინსპექტირების ცენტრებს და ამას გააკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გააკეთებდით იმ შემთხვევაში, თუ გეცოდინებოდათ, რა არის დაუშვათ 5-6 წლის ჭრილში მაინც, ხო, რა სისტემა იქნება, რა მოწყობა იქნება სტრუქტურის. ეს არის ბუნდოვანი დღეს, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართვის მთავარი საგანი არის ზუსტად ის, რომ განსაზღვროს სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივად, როგორი იქნება ამ სფეროს მომავალი 2028 წლიდან. თუმცა
ამ საკითხების განხილვა 2028 წელს კი არ უნდა მოხდეს, უკვე დღეს უნდა მოხდეს. მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მომავალი წლიდან სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. საუბარია ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც მათ შორის მოპედები და მოტოციკლები მიეკუთვნებიან.